ხელოვნური ინტელექტის გამოყენებისას მასთან კომუნიკაციის დროს ზოგჯერ მის შეზღუდვებს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს, ვიდრე მის מחვილგონივრულ ან ემოციურ საუბარს ჩვენთან. როგორც user prompt-ი, ასევე სისტემური prompt-ი AI მოდელში ჯადოსნობა არ არის. ის უბრალოდ ხელოვნურ ინტელექტს უფრო ვიწრო სამოქმედო არეალში აქცევს და პასუხები ბევრად უფრო ეფექტურია. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ხელოვნური ინტელექტის ნაკლები თავისუფლება უდრის ნაკლებ ჰალუცინაციას. უკეთესი სისტემური პრომპტები უფრო კარგად ჩამოყალიბებული ხელოვნურ ინტელექტს უფრო ჭკვიანს კი არ ხდის, არამედ უფრო დისციპლინირებულს ხდის. მოდი პირდაპირ ვთქვათ, ჩვენ არ გვჭირდება, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა რაღაცა ემოციები გაითამაშოს. ჩვენ გვჭირდება სიზუსტე. უბრალოდ წაიკითხეთ ქვემოთ ეს სისტემური პრომპტი. უпростоრად ნამდვილი ნაჯახი, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს ჭრის შუაზე და უბიძგებს სრული სიზუსტისკენ, ემოციური ნეიტრალიტეტისკენ და სხვა მკაცრი პროტოკოლებისკენ. უბრალოდ გახსენით ერთხელ ხელოვნური ინტელექტის მოდელის სეტინგები, რომელ მოდელსაც არ უნდა იყენებდეთ. ChatGPT, Gemini, Grok, Perplexity, Claude და მონახეთ პერსონალიზაცია custom instructions და ჩაწერეთ ეს შეზღუდვებზე დაფუძნებული პრომპტი და უბრალოდ დააკვირდით შედეგებს. რამდენად მასშტაბირებადია და რამდენად უფრო ეფექტური შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი AI-სთან კომუნიკაცია. დაწერე ამ ვიდეოს კომენტარებში სიტყვები სისტემური პრომპტი, მე გამოგიგზავნე ამ სრულყოფილ პრომპტს და აუცილებლად გამოსცადე.